Madame Italia, es pasa junto con Chicago. Es Vaticanía. Nacen Italia. Vaticanía es como soplarse. O de patara saxatzekua. Zamutz galpurobia შეწყალიანს რატომაც ვატიკანში ნატო არ ვიცი, მაგრამ ძალიან გეგოება ჯამბაზებიანი. ხოჭის რომ ვატიკანში რომის პაპი ცხოვრობს. ეს წმინდა პეტრეს მოედანია და როცა მორწმუნეები აქ იკრიბებიან, მათ რომის პაპი სიტყვით მიმართავს. მოედნის ცენტრში უძველესი ეგვიპტური ობელისკია აღმართული. ეს უდიდესი და ულამაზესი შენობა წმინდა პეტრეს ბაზილიკაა. ეს არის თელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქრისტიანული ტაძარი. სადაც ერთ-ერთი ვერსია ამ ტაძარში წმინდა პეტრე მოციქულია დასაფლავებული. ახლა ჩვენ ჩამოვედით იმ ადგილას, სადაც არის წმინდანების საფლავი. მათ შორის უნდა იყოს წმინდა პეტრეს საფლავიც. იცით წმინდა პეტრეს ძმა ვინ იყო? გონი უნდა იცოდეთ, რადგან მას საქართველოს გააქრისტიანა წმინდა მონასტერთან ერთად. წმინდა პეტრე ადრეა პირველწოდებულის ძმა. ახლა მე ვატიკანის მუზეუმთან მოვედი, რომ შიგნით შევიდე. მე ბილეთებისაგან ვერ მომასწარი წილას და ახლა დილის 8 საათია და ამის მიუხედავად მაინც ნახეთ რამდენი ხალხია. რომლითი თქვენი აზრით დღეს შესვლა მოგვიწევს საერთოდ? შეცვლით ნამდვილად შევედით. ახლა ჩვენ ზუსტად 3 საათს ნახევარი ვინახეთ რიგში, ანუ 2 საათი და 3 საათამდე აუცილებლად ვიდგებით რიგში და ამას უნდა შეეჩვენოთ, ასე ვთქვათ. და არ გაგონოთ რომ ნახევარ საათში უკვე გავხალთ. ეს იყო ყველაზე დიდი რიგი, სადაც ვარ და იმედია უკანასკნელიც იქნება პირველთან ერთად. ვაუ, ლამაზია. ამიტომ ჯობია ბილეთები წინასწარ რამდენიმე თვით ადრე შეიძინოთ. ონლაინ. რადგან რამდენიმე კვირით ადრე ჩვენ ეს უკვე ვეღარ შევძლებთ. ან თუ რიგში დგომა არ შეგიძლიათ, მაშინ გარეთ 100 ევროდ მოგყიდიან ბილეთს, რომელიც მუზეუმის სალაროში 20 ევრო გვაქვს. ახლა კი წამოდით გავიქცეთ სიქსტის კაპელა ვნახოთ. წამოდით. მაგრამ მოდი მანამდე ამ პინაკოთეკაში შევიდეთ, სადაც მსოფლიოში სახალგანთქმული იტალიელი მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრებია თავმოყრილი. ვატიკანის მუზეუმი უზარმაზარია და 54 საგამოფენო სივრცეს აერთიანებს. მათ შორისაა ეგვიპტური და ეტრუსკული მუზეუმები, გობელენების გალერეა, გეოგრაფიული რუკების გამოფენა. ნახეთ, ალმაზი რუკებთან ის ეძები გაფორმებული. მე საქართველოს უბრალოდ ამ რუკებზე. მოკლედ ვატიკანის მუზეუმის ყველა ეს გალერეა რომ დაათვალიეროთ, ფეხით 7 კილომეტრი უნდა გაიარო. და ამის შემდეგ მიადგებით მუზეუმის ყველაზე ძვირფას საგანძურს, სიქსტის კაპელას, რომლის ჭერიც მიქელანჯელო მოხატა. No pictures, no photos. ეს ის ცნობილი სპირალური კიბეა, რომელიც ვატიკანის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ გამოსასვლელში გვხვდება. მაგრამ მე კიდევ ერთი პატარა საქმე მაქვს. ვატიკანი რადგან არის ცალკე სახელმწიფო, აქვს თავისი ფოსტა. და ხოლმე აქედან წერილს გავაგზავნით თეატრის სახლში. მე ახლა ეს ბარათი, ახლა ამაზე დავწერთ და გავაგზავნით თეატრში. საქართველოში დავხუნები ეს არის და იმედი ერთმანეთს საქართველოში შევხვდეთ. ასეთ ასრულდა ვატიკანში ჩემი დაუვიწყარი მოგზაურობა.